სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაზვერვის სააგენტოს 2026-27 წლების სახელმძღვანელო დოკუმენტი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას, რომელიც საგარეო დაზვერვის პრიორიტეტულ მიმართულებებს განსაზღვრავს, სუსის უფროსმა მამუკა მდინარაძემ მოაწერა ხელი. დაზვერვის სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სახელმძღვანელო დოკუმენტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დასახული მიზნები და ამოცანები ხელს შეუწყობს სააგენტოს განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას. სამოქმედო გეგმა მომდევნო 2 წლის განმავლობაში დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის საკვანძო სფეროებს და რისკებზე რეაგირების ინსტრუმენტებს მოიცავს. შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ დაზვერვის სააგენტოს საქმიანობის ანგარიშიც მოისმინა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად ამ ფორმითა და შინაარსით სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდა სადაზვერვო პრიორიტეტებისა და ამოცანების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ის გამოწვევები და ამოცანები, რომელთა შესრულებაც იქნება ჩვენი პრიორიტეტი 2026-2027 წელს.